Kalbotone ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში, სადაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს არის ჩემი დაბადდღე. დღევანდელ დღეს აღნიშნავს ყველა. მთელი საქართველოს ზეიმობს. კოცები და ნაცები ერთმანეთს ეხუტებიან. ისრაელი და პალესტინა ერთად ჭამენ ხუმუსს. Pakistani და ინდოეთი ერთად ჭამს chicken curries. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ხვდებიან ერთმანეთს საზღვარზე და უზიარებენ კიმჩის. რადგან დღეს ჩემი დაბადდღეა. 29 წლის გავხდი და დღეს გვექნება თავისუფალ თემაზე ვიდეო. 29 წლის ასაკში რა შემიძლია ხა ახალგაზრდებს გირჩიოთ იმის გარდა რომ ისწავლეთ მშობლებს დაუჯერეთ, რადგან თქვენმა მშობლებმა ყველაფერი უკეთესად იციან. ხო და წეგან რომ ამ თემაზე ვფიქრობდი, როგორ დამეწყო. რეალურად ამომიგდო ერთი ვიდეო. რომელმაც მართლა მიმახვედრა, რომ ყველაზე მთავარია არ დანებება და არ გაჩერება. და მე მინდა გაჩვენოთ ეს ვიდეო. აქ სიმღერას გავთიშავ, რადგან მე ვიდეო დამებლოკება. მოკლედ სიმღერა გათიშულია, მაგრამ რა ვიცი, მე გიმღერებთ. Hi and I scream from top of my lungs, what's going on? And I say, hey, yeah, 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 hey, yeah, yeah. I said, hey, what's going on? და მე მინდა 29 წლის ასაკში მოგცეთ რჩევა, რომ არ უნდა დანებდეთ მეგობრებო და უნდა იყოთ მართლა ალეკო ელისაშვილებივით. ანუ ტიპს შეხედეთ უბრალოდ. ამ ვიდეოს შეხედეთ ერთ კიდე. Hey, yeah, yeah, hey, yeah, yeah. რა ნარჩევი დებილია იმენა კაცი. კაცი არის ნარჩევი დებილი. ხესთან რომ მიდიხარ და აპირებ რაღაც ვაშლის მოწყვეტას და რომ შეხედავ ერთს, არა ეს ჯერ მკვახეა, ეს არა ამას ჭიანჭველები დადიან. ეს იდეალურია და მოწყვეტ ამ ვაშლს. ეგეთი მოწყვეტელი დებილია იმენა. ანუ ამორჩეული კრეტინია. და ხალხი მართლა პატივს სცემს. ხო და მე მინდა რომ ყველა იყოთ ალეკო ელისაშვილებივით, გამტანები რა, იმიტომ რომ ხალხი ფიქრობთ რომ ეხა ეს რო ვქნა ხალხი რას ბიჭო, ალეკო ელისაშვილს შეხედეთ ხალხო. ტიპი არის კლინიკური იმბეცილი იმენა, რას აკეთებს შეხედეთ. და ეს არის საქართველოს მომავალი. ამას უნდა პრეზიდენტობა და ამას უნდა რაღაც თბილისის მერობა. და ამას არ უტყდება არაფრის. და თქვენ გიტყდებათ რამის ახალგაზრდებს? ალეკო ელისაშვილთან რომ მიხვიდე რომ ბატონო ალეკო გამარჯობა, დიდ პატივს გცემთ, გიყურებთ ხოლმე ტელევიზორში და თუ შეიძლება ხელი მომიწეროთ. პასტას როგორ გამოგართმევთ? თქვათ პასტას აწვდი ხო ალეკოს? ესე გამოგართმევს. ესე მთლიანი ხელით დაიჭერს ალეკო პასტას და ესე მოგიწერს ხელს. კლინიკური დებილია ადამიანი, რომელსაც უნდა აძლევდე უბრალოდ გასაფერადებელ ფურცლებს, რომ აფერადოს და სულ ორი ფერის ფანქარი უნდა მისცე, იმიტომ რომ სამ ფერს თუ მისცე, უკვე იბნევა. და უკვე ვეღარ ხვდება. ეს რა არის? და ესე აფერადებს. ესე აფერადებს ფურცლებს ალეკო ელისაშვილი.
ჯერ ერთ პარტიაში სცა და ბედი, მერე მეორეში, მერე დამოუკიდებელ კანდიდატად, მერე ხალხს ურტყა, რომ ხა მე ციხეში წავალ და ეროვნულ გმირად გავიჩნდებ. მერე ვითომ უკრაინის ომში იყო ნამყოფი და ვითომ ვეტერანობაც ჩაიწერა რა. ნუ ესე არა, ესე. ალიკოს რო ეუბნებიან რომ ხელი მოაწერე თუ აი ესე იჭერს პასტას და აი ესე წიჭკას სომს. აი მთლიანი ხელი თუ უჭირავს. ანუ ეს კრეტინი, ბიჭო, ეს კრეტინი არის რაღაცა საქართველოს მომავალი. და ხალხი იმას მწერთ არა, იმიტომ რომ მართლა შემომდის რა ეხლა ახალგაზრდა ბიჭებისგან მესიჯები რომ აი მიშა გოგოებს ვერ ვიცნობ და რაღაცა რას მირჩევ და რა უნდა გირჩიოთ ბიჭო, ანუ აი ამ კრეტინს შეხედეთ, ამას ახლა ფეხებზე არ გედია გოგოების გაცნობაც და ყველაფერიც. ანუ აი ამდენად თავდაჯერებულები უნდა იყოთ. ანუ ალეკო ელისაშვილი რომ აი მარჯვენა საჭიან მანქანაზე დასვამ გზავრად, ანუ ნუ საჭიხო ზოგადად მარცხნივ გვაქვს და აი თქვათ მარჯვენა საჭიან მანქანაზე დასვი და მარჯვენა არის მძღოლი. ანუ ტიპი აი ესე გააკეთებს, რომ და აი ესე იulis. აი ესე ხელები ექნება ესე და ეგონება რომ თვითონ ატრიალებს რულს. იმდენად კრეტენია. ნარჩევი დებილია იმენა. და ეხლა ამითი გაწონებთ ახალგაზრდებს თავს, რომ and I say hey and I said hey what's going on? ნახე ამ ხელა საათი უკეთია, კომპასი უკეთია იმენა. და ვერ წხვდება რომ საათი, ანუ აჩუქეს პროსტო ძმაკაცები გაეღადავნენ რომ აჰაო ალეკო შენო მაგარი საათი დაგითრიეთო რა და ერთი ხუთმა კაცმა მიუტანა და ხუთივე კაცი ღადავს. მაგარი შუტკა გაუჩნდეთ და კომპასი გაუჩნდეს რა, ეს უყურებს და იქ ჯიქით ჩრდილოეთი, აგეთ აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი რაღაც და ალეკო მართლა გაიკეთა ხელზე. იმდენად დებილია რომ კომპასი უკეთია ხელზე. და იმ ხუთ ძმაკაც უკვე უტყდება რომ უთხრათ, არ უთხრათ რომ კომპასი ვაჩუქეთ. აი ალეკოს მართლა, აი ალეკომ რო კითხოს რომელი საათიაო და შენ რო ესე გააკეთო, აი. აიცა? 3:15 წუთი. ალეკო რას იზამს, იცი? აი დახედავს, რომ და მე დაგეთანხმებ რომ ხო 3:15 წუთი. ალეკოს ეს ბუშტი რო ანახო. აი როგორი შოკი ექნება, იცი? ეგონები რომ ჯადოქარი ხარ და კითხავს რომ ეს რაღაცეებიო, ბრჭყალებიო, როგორ ჩატენეო ბურთშიო, როცაო ბურთიო დახურულიაო. აი ეს არის ალეკო ელისაშვილი. ანუ მართლა ვერ მიხვდება, ანუ ეს რო აჩვენო რომ აი შიგნით ბუშტში რაღაცეები ყრია, კითხავს რომ აი ეს დაუწყებს თვალიერებას. დახურულია, როგორ ჩატენე შიგნით. დახურულში როგორ გაატარე. და ანუ ეს რატომ ხსნი ამ ყველაფერს რომ ამ კაცს ჯერა რომ თბილისის მერიან თბილისის საქართველოს პრეზიდენტი გახდება. აი ამ კაცს ჯერა. და თქვენ წერთ რომ მიშა, იცი რა, დაბალი თვით შეფასება მაქვს და როგორ ავიმაღლო. რა დაბალი თვით შეფასება, ბიჭო? თქვენი მაგალითი უნდა იყოს ალეკო ელისაშვილი. კაცი არის კრეტინი, ანუ ეს ტიპი ვინა არც ვიცი, მაგრამ ამ ტიპმა უეჭველი მოატყუა რომ მე ისა ვარო გიგი დედალამაზიშვილი ვარო, მგზავრების სოლისტიო და ალეკოს ჯერა. გიგისთან ერთად ვიდეოს. მართლა დავიფიცები რომ ანუ ალეკოს დააჯერებ ეგეთ რაღაცებს რა. სათვალე ხო უკეთია ამ ადამიანს და ალეკომ რო გაიცნო თავიდან, ესო 3D სათვალეაო, ეკითხება. ალეკომ რა ქნა, იცით? აი სათვალიან ადამიანს რო ხედავს ალეკო, სათვალეს ართმევს, იკეთებს და ესე როგორ ხედავ? ბიჭო,
ყველაფერი დიდად ჩანს. ამ კაცს თავდაჯერებულობა აქვს იმისი, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდება და თქვენ არ გაქვთ თავდაჯერებულობა? ამას შეხედეთ. ეს პიჯაკი კი არა, რა ქვია ამას, სვიტრი. გგონიათ ეცვა, არა, სახელიდან ესე გამოვიდა. ანუ, ჩვეულებრივად შარვალი ჩაიცვა, მაისური ჩაიცვა და ესო პიჯაკი უნდა მოვიხვიო აქო და გავიკვანძაო და ესე ვიაროო და ეს სარკეს ჩაიხედა. აუ, ეს პიჯა, ეს სვიტრი, მენა, საღოლალეკო. ოღონდ მე გაუკვირდა, სტოპ, სარკეში იხედებოდა და თავის თავს რო გაუკეთა, რომ საღოლალეკო, სარკემაც რო გაუკეთა ესე, შეეშინდა. როგორ დაემთხვა, რომ იმ კაცმაც ესე გააკეთა, როგორც მე, ვინ არის ეს კაცი? ნარჩევი კრეტინია, მენტალური, მართლა მენტალური პაციენტია იმენა რა, რომელიც ჩასაკეტია 1-15 წლით. შეხედეთ, მაო. კომპასი ხელზე, რაღაცა სვიტრი მხრებზე და იმ კომპასს უყურებს ხოლმე ყოველ ღამით, ეს დახედავს ჩრდილოეთი იქითა და აი მაგითი ისვენებს რა. და უყვირს, ყოველ ჯერზე უყვირს. ანუ აი ყოველ დღე დგება ხოლმე. ყოველ დღე დგება ხოლმე და ესე ტრიალებს რა. ანუ ხო გაჩერდება ესე. აი ჩრდილოეთს აჩვენებს იქით ხო? და მე ესე სწრაფად ტრიალ. და მე იქით რო აჩვენებს ჩრდილოეთს უყვირს რა. დღესაც ვერ მოვატყუე კომპასი და მე თან ხმამაღლა საუბრობს რომ გონია რომ კომპასი უსმენს, კომპასი გონია ვიღაც სუსის აგენტი. ეს ხო დგას. დღესაც ვერ მოვატყუე ისე ვიქითაც აჩვენებს ჩრდილოეთს. მე მიდის თავის თოლს ეუბნება რომ საყვარელო მისმენენ სუსის აგენტები. რაღაცა გამოსასწორებელია ცხოვრებაში. იმ დივანზე აღარ დაჯდე. მიკროფონები აყენია იმ დივანში. ალეკოს რო კითხეს მესამე კლასში რომ რა გინდაო გამოხვიდეო, სად უნდა გამოვიდეო? იქით გავიდეო? არ მინდაო იქით გასვლაო, მე აქ კარგად ვზივარო და ეგონა რომ აი მაგარი პასუხი გასცა რა. მე ვარსად გასვლას არ ვაპირებო, მე ვაკ ვზივარო და მე ეს დაიწყო. ეს იმბეცილი ბიჭო და აი ამ იმბეცილს აქვს ამხელად თავდაჯერებულობა და თქვენ წერთ ახალგაზრდა ბავშვები რომ მიშაო გოგოებიო როგორ გავიცნო თქვენ ხო არ უბერავთ ბიჭო ამას შეხედეთ ეს კრეტინი ნახე ძმაო ალეკო ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუას ელოდება სპეციალურად ააშენა ბუხარი იმისთვის რომ გონია რომ იმიტომ არ მოდიოდა თოვლის ბაბუა, რადგან ბუხარი არ ქონდა. და ეხა აიშენა ბუხარი სახლში, რომ თოვლის ბაბუა ჩამოვიდეს. და იმას ნასკებს კიდებს თავისთვის. და დილით ალეკო ელისაშვილი ახალი წლის დილას იღვიძებს და თვითონ ეძებს საჩუქრებს იმაში, ნასკებში. რომ იქნებო თოვლის ბაბუამ დატოვაო რამეო. აი ალეკო ელისაშვილი რომელი კაცია იცი? აი ვენტილატორი რო ტრიალებს და აი თიც რო ყოფს. და ყოველ ჯერზე რო გადაობს რა, აი 40 წელია ამას აკეთებს ეს თიც ყოფს. და რო აჩერებს თითით და მე რო ამაყობს ეს დადის. ვენტილატორი გავაჩერე.
ცაში რო იხედება ეგაა ყველაზე გადაობა. ნახე, აი, ცაში რო იხედება, ხა ცაში რატო იხედება? განა ღმერთს უყურებს და განა უბრალო ჟესტია, არა. უკვირს რო ეს ცაშიო თეთრებიო რეებიაო. აი ამ ნარჩევ იმბეცილს. აი მართლა ღრუბლებს უყურებს და იქ ეს ძაღლია. აი ეს ნახე ესეა. მოიცა როგორ კეთდება აი ეს. პაპ. ალეკოს ამ დღესაც ეგრეა აკვირვებენ და აძინებენ რომ ესე. აი ესე უკეთებენ, რომ ნახე ალეკო ჩრდილს შეხედე. ამ და ალეკოც ძაღლი მგელი გააკე როგორ გააკეთე და იმდენად იმბეცილია რომ აი ესე ვერ ხვდება და აი ესე უბლის ხოლმე და უკინა უყურებს რომ სად არის ეს ძაღლი როგორ კედელზე ძაღლი ხატია და ამ დროს თავისი ნათესავები ესე უკეთებენ ალეკო ნახე ყური მოგაჭამე ალეკო არის ერთადერთი ადამიანი რომელიც დღემდე ვერ ხვდება იმ ფოკუსს რომ აი ყურე წერათითი შევჭამე ალეკო და ალეკო გამორბის ეგრე რომ სად არის და მე უცებ გაუკეთებ რომ და გიждდება ალეკო წერათითი შეჭამა და ამოიყვანა და მე რეკავს სადღაც მამუკა ხაზარაძეს და მამუკა ეხა იცი ერთმა კაცმა რაქნა წერათითი შეჭამა და მე თავიდან გაიზარდა და მამუკა იქ ღმერთო ეს ვინ ავიყვანეო პარტიაშიო დავიშალეთ დიდი მადლობა ყველას დაბდღის მოლოცვისთვის დონაციები ძალიან ბევრი იყო მეგობრებო დიდი მადლობა მართლა ყველას მოიცადეთ ეს ვიდეო ავტვირთო და შეიძლება დღესვე ჩავწერო შეიძლება ხვალ ჩავწერო მაგრამ ვეცდები რომ დღესვე ჩავწერო მეორე ვიდეოც დონაციებზე რადგან მართლა ძალიან გამიხარდა ყველას დონაცია იმიტომ რომ მოულოდნელად ბევრი იყო და მოულოდნელად ბევრმა ადამიანმა მომილოცეთ და ბევრმა ადამიანმა მაჩუქეთ ფულები ასე რომ მართლა ყველას კოცნით და იცოდეთ რომ ყველას გაფასებთ